დილამშვიდობისა მოგესალმებით გიორგი დილამშვიდობისა. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. მე წარმომიდგენია თქვენი მდგომარეობა და ზოგადადაც დათომ სწორად ახსენა რომ სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი, არაერთი წერილი იწერება, სადაც წერენ რომ ნეტა ახლა ვიყო საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ იგივე დამოკიდებულება გექნებოდათ თქვენს. დიახ, ცხადია. ანუ ეს პრობლემური საკითხია განსაკუთრებით როცა მსგავსი მოვლენები ხდება, ყოველთვის გავსურვილი რომ იყო იქ სადაც არიან ჩემი ოჯახი მეგობრები, უბრალოდ თანამოქალაქეები, ამის გამო ფაქტობრივად ეს დღეები მეც მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობ ყოველდღიურ ქართულ რეალობაში, ძალიან გამიჭირდა, თუნდაც აქ ყოველდღიურობასთან შეგვება, იმიტომ რომ სამსახურშიც ვერ კონცენტრირდებოდი იმ საქმეზე, რაც მევალებოდა და ძირითადად სოციალური ქსელებით ვადევნებდი თვალყურს რა ხდებოდა თბილისში. ამიტომ ძალიან რთულია მართლა რაღაც მომენტში ვფიქრობდი კიდეც რომ ხომაც წავიდე უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ მოახერხებდი ვერანაირად სამსახურის საქმეების მიტოვებას, თორემ მართლა ფაქტურად პარალიზებული ვარ ეს დღეები იმის გამო რომ სხვა რამეს ვერ ვაკეთებდი. გასაგებია. გიორგი, რამდენად გააშუქეს ვარშავაში ჩვენი საქართველოში მომხდარი ამბები? ინტერნეტს არ გულისხმობთ. ინტერნეტს არა, რა თქმა უნდა, ტელევიზიას გულისხმობთ. ტელევიზიას არ ვადევნებ სამწუხაროდ თვალს, ანუ არცერთ ქვეყანაში ეს არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ საცხოვრობ. საერთაშორისო მედიას ვეცნობი როგორც წესი და ანუ ყველგან გაშუქდა ძირითადად, ყველა მეინსტრიმ მედია საშუალებაზე იყო ეს მოვლენები, უბრალოდ ანუ ცოტა სხვა კუთხით იყო გაშუქებული, ანუ ძირითადად აქცენტი გააკეთა ზოოპარკზე, თქვათ მცხოვრებლებზე, რაც პრინციპში ალბათ გასაგებია, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეიძლება ამის ახსნა. თავისთავად. ზოგადად ალბათ გაშუქების თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ თქვათ BBC, CNN, Euronews და ყველა თქვათ წამყვანი მედია საშუალება ამას საუბრობდა, ეს უკვე ცხადია და ყველგან იყო საუბარი. თქვენს გარშემო არიან ქართველები, გიორგი? დიახ, არიან სხვა შორის და ვარშავაშიც იყო აქცია, უბრალოდ ანუ მე ანუ ვარშავაში გადმოვედი დაახლოებით იანვარში, ამ შემთხვევაში ანუ აქტიური, ანუ ქართველებთან როგორც ეს აქტიური შეხება არ მაქვს ჯერჯერობით, ანუ საერთაშორისო დაფიქსირებული ვარ. თუმცა ინფორმაცია გაქვთ რომ იყო რაღაც აქცია. კი, მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ სოციალური მედიის საშუალებით ასევე გავიგე რომ გარკვეული აქცია ჩატარდა ქართველი სტუდენტების მიერ, თუმცა მე როგორც ამ ქვეყანაში დასაქმებული, ანუ სტუდენტებს ასე ვთქვათ ცალკე პარალელური ცალკე თავისთავად ცხადია. არც თუ ხშირად იკვეთება ჩვენი გზები, ანუ ქუჩაში თუ შევხვდებით ადმე შემთხვევით, ანუ არის ასე ქართული რესტორნები, დარწმუნებული ვარ არის აქ სისტემა, რასაც ვაპირებ ადრე თუ გვიან დაკავშირებას. დიდი მადლობა გიორგი ჩართვისთვის, წარმატებულ დღეს გისურვებთ.